მოგესალმებით, ძვირფასო მსმენელებო, რადიო უცნობის ეთერშია გადაცემა მე და გარემო, რომელსაც წარმოგიდგენს სპეციფიკური ნარჩენების მართვის ასოციაცია Waste-Less-ი. მე მისი წამყვანი ანა ცხადაძე ვარ და ჩემი თანაწამყვანია Waste-Less-ის ხელმძღვანელი ბატონი გიორგი გულიაშვილი. გამარჯობა გიორგი. გამარჯობა ანა, მივესალმები ჩვენს მსმენელს და მივესალმები ჩვენს სტუმარს. დღევანდელი გადაცემის თემა გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი თემა, ეს არის გარემოს დაბინძურება და გარემოს დაბინძურების მონიტორინგი. შესაბამისად, ყავს სტუმარი, კომპეტენტური სტუმარი, რომელიც ამოწურავად გვიპასუხებს ამ თემასთან დაკავშირებულ ყველა საკითხზე, რაც მონიტორინგს ეხება. ჩვენი სტუმარია ქალბატონი მარინე არაბიძე, რომელიც გახლავთ გარემოს ეროვნული სააგენტოს გარემოს დაბინძურების მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსი. მოგესალმებით ქალბატონო მარინე. მოგესალმებით, მივესალმები ჩვენს მსმენელს და დიდი მადლობა მოწვევისთვის და ამ გადაცემის არსებობისთვის. საერთოდ ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ნამდვილად იყოს გადაცემა, რომელიც მიძღვნილი იქნება გარემოს საკითხების მიმართ და ასე ვთქვათ, ძალიან ხელს შეუწყობს ცნობიერების ამაღლებას, რადგანაც ამ კუთხით თითოეული ჩვენი თანამოქალაქის ჩართულობა იმისთვის, რომ შემცირდეს დაბინძურება ძალიან მნიშვნელოვანი. ნამდვილად გეთანხმებით. ქალბატონო მარინა, მოდით დავიწყოთ, რა საქმიანობს გარემოს მონიტორინგის დეპარტამენტი. ამით დავიწყოთ, რომ იცოდნენ ჩვენმა მსმენელმა, ასე ვთქვათ, შემდეგ უკვე რომ გავშლით საკითხებს, თვითონ რომ ეს დეპარტამენტი არსებობს პირველ რიგში და მერე მისი საქმიანობის შესახებ. დიდი სიამოვნებით გაგაცნობთ ჩვენი დეპარტამენტის საქმიანობას. მინდა გითხრათ, რომ გარემოს დაბინძურების მონიტორინგის დეპარტამენტი არის გარემოს ეროვნული სააგენტოს ერთ-ერთი სტრუქტურული ერთეული. გასაგებია მისი სახელწოდებიდან გამომდინარე, ძირითადი ფუნქცია ცხადი არის სწორედ გარემოს კომპონენტების, როგორც არის ატმოსფერული ჰაერი, წყალი, ნიადაგი, დაბინძურების კვლევა, მონიტორინგის წარმოება. შესაბამისად, ჩვენი კომპეტენცია სწორედ ვაწარმოოთ ამ მიმართულებით სინჯების აღება, ლაბორატორიული ანალიზები და რა თქმა უნდა მოვახდინოთ შეფასება. ალბათ მნიშვნელოვანია ავსხნათ ისიც, რატომ არის თვითონ მონიტორინგი ასე აუცილებელი ცხადია. შედეგები, რომელსაც ჩვენ ვიღებთ, ასე ვთქვათ, ჩატარებული საქმიანობის შედეგად, არის საფუძველი, ძირითადი ჩვენი ცოდნა და ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა მდგომარეობაა დღეს გარემოში. შესაბამისად, ეს მნიშვნელოვანია როგორც ნებისმიერი დაინტერესებული მხარისთვის, ასევე ცხადია გადაწყვეტილების მიმღებთათვის, რომლის საფუძველზეც უნდა დაიგეგმოს ღონისძიებები იმისთვის, რომ თქვათ არსებული მდგომარეობა გაუმჯობესდეს, ან თუ კარგი მდგომარეობა გვაქვს, სიტყვაზე შენარჩუნდეს და არ გავარესოს. ანუ ყველაფრის საფუძველი, რაც კი გარემოში შემდეგ უნდა განხორციელდეს, პრაქტიკულად ეფუძნება აი გარემოს დაბინძურების მონიტორინგზე შედეგად მიღებულ ინფორმაციას, ხო? რა თქმა უნდა, არსებობს სხვა მეთოდებიც, როგორც არის მოდელირება და თქვათ ინვენტარიზაციები იგივე მაგრამ ეს არის რეალური მონაცემი, რეალურად რა გვაქვს გაზომვის შედეგად კონკრეტულად ამ ლოკაციაზე. შემიძლია გითხრათ ამ კუთხით, რომ ჩვენ ასე ვთქვათ, როგორც საქმიანობთ, ალბათ ესეც საინტერესოა, ვიდრე გადავალ შედეგებზე, რომ კონდეს წარმოდგენა ჩვენს მსმენელს, როგორ მიმდინარეობს ეს საქმიანობა. ვთქვათ, წყლის მიმართულებით უნდა ითქვას, რომ პირველ რიგში ყველამ ვიცით, რომ საქართველო მდიდარია წყლის რესურსებით, გვაქვს ძალიან ბევრი მდინარე, ტბა, წყალსაცავი და ბოლო წლებში ჩვენ უკვე ასე ვთქვათ, ყოველწლიურად ვდით მონიტორინგის წერტილების რაოდენობას. შემიძლია ვთქვა, რომ დაახლოებით 10-12 წლის წინ თუ გქონდა მხოლოდ 40-მდე სიტყვაზე 40-ზე მონიტორინგის წერტილი, რაც საქართველოს წყლის რესურსებისთვის ნამდვილად ძალიან ცოტა, მაგალითად 20 მიმდინარე წელს ჩვენ 227 წერტილში ვახორციელებთ მონიტორინგს. ეს ნიშნავს. ჩაგეკითხებით. ანუ 227 წერტილი ახსენეთ.
ეს არის როგორც გამდინარე წყლები, ანუ მდინარეები, ასევე წყალსაცავები, ასევე სასმელწყალთანაც არის კავშირში და შავ ზღვასთანაც, ანუ დავაჯუსტებ, კი ბატონო, არა, ჩვენი კომპეტენცია არის მხოლოდ გარემოს მონიტორინგი, ანუ მდინარეები, წყალსაცავები, ტბები, შავი ზღვაც რა თქმა უნდა, მაგრამ ეს არ ეხება სასმელწყალს, რომელიც ზღვაუწყების კომპეტენცია მისი მონიტორინგი და ასევე ჩამდინარე წყალს. ანუ ეს არის მხოლოდ ბუნებრივად გარემოში არსებული წყლის რესურსების მონიტორინგი. ჩვენი თანამშრომლები გარკვეული სიხშირით უმეტესად თვეში ერთხელ ხდება ამ წერტილებზე მონიტორინგი. მიდიან ამ ლოკაციებზე, იღებენ წყლის სინჯებს, გარკვეული წესების დაცვით ცხადია. ადგილზე ჩვენ სოსხლოთ ასევე გარკვეულ პარამეტრებს, გვაქვს საველე ხელსაწყოები, ისაზღვრება ისეთი პარამეტრები, რომელიც ტრანსპორტირების დროს შეიძლება შეიცვალოს, მაგალითად როგორც არის ჟანგბადის შემცველობა, ტემპერატურა, ეს არის pH და ასე შემდეგ, ივსება სპეციალური ოქმები და ტრანსპორტირება ხდება ატმოსფერული ჰაერის, წყლის და ნიადაგის ანალიზის ლაბორატორიაში. ალბათ ცალკე უნდა ვისაუბროთ, რა თქმა უნდა, თავად ლაბორატორიაზე, ჩვენ დეპარტამენტის ლაბორატორიულ შესაძლებლობებზე. ლაბორატორია ჩვენი აღჭურვილია ძალიან თანამედროვე ხელსაწყოებით, რომლებიც ძალიან ზუსტი განსაზღვრის საშუალებას იძლევა. ანუ აქ არის მნიშვნელოვანი, რომ დაბალი კონცენტრაციებით ჩვენ აღმოვაჩინოთ სხვადასხვა ნივთიერებების შემცველობა, კონცენტრაციები ამ კონკრეტულ ნიმუშში და შემდეგ ასევე უნდა ვთქვა, რომ რა თქმა უნდა ლაბორატორია აკრედიტებულია საერთაშორისო ISO 17025 სტანდარტის შესაბამისად ზოგიერთი პარამეტრების ანალიზებზე და უკვე მიღებული შედეგების საფუძველზე ჩვენ გვაქვს ეროვნული სტანდარტები, თვითონ ნივთიერებისთვის არის განსაზღვრული ზღვრულად დასაშვები კონცენტრაცია, ხდება შედარება და უკვე კეთდება შეფასება, თუ როგორი ხარისხის წყალი იყო ამა თუ იმ კონკრეტულ ლოკაციაზე, იგივე მდინარეს. ეხლა რაც შეეხება ატმოსფერული ჰაერს, ეს ძალიან მოკლედ ვისაუბრე ხა წყალთან დაკავშირებით. დიახ, მე გავაგრძელებთ. ხო, რა თქმა უნდა, ატმოსფერო ჯერ ზოგადი დახასიათებას მოვცეთ და შეგვიძლია მერე დეტალებზეც ვისაუბროთ, რა თქმა უნდა. რაც შეეხება ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგს, აი აქ უკვე სრულიად სხვა სახის მონიტორინგი, ანუ იქ თქვით, რომ სინჯებს აღება ხდება, ტრანსპორტირება ლაბორატორიაში და ასე შემდეგ, ხოლო ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგი უწყვეტად მიმდინარეობს, რაც ნიშნავს, რომ 24 საათის განმავლობაში გარემოს ეროვნული სააგენტოს ატმოსფერული ჰაერის მონიტორინგის ავტომატური სადგურების საშუალებით ხდება ატმოსფერული ჰაერში სხვადასხვა დამაბინძურებელი ნივთიერებების კონცენტრაციების განსაზღვრა. გეტყვით, რომ სადგურების რაოდენობა დღეს მნიშვნელოვნად არის გაზრდილი. ატმოსფერული ჰაერის ხარისხით მონიტორინგი მიმდინარეობს დედაქალაქში ცხადია, ქუთაისში, რუსთავში, ბათუმში, აი ნახეთ ზუსტად კარგად თქვით თქვენ დიდ ქალაქებში. ასე იყო აი ამ წლის დასაწყისამდე და 24 წლიდან ჩვენ ქსელი გაორმაგდა, ამ ქალაქებშიც დაგვემატა სადგურები, მაგრამ მონიტორინგი ასევე დავიწყეთ ჩვენ ზუგდიდში, ახალციხეში, ასევე მესტიაში და თელავში. ალბათ გაჩნდება კითხვა, რატომ იყო სიტყვაზე ეს ქალაქები შერჩეული. ეს ძალიან ესეთი მნიშვნელოვანი საკითხია, რადგანაც ქვეყანა ატმოსფერული ჰაერის მართვის და მონიტორინგის მიზნით დაყოფილია ზონებად და აგლომერაციებად. რისთვის არის ეს? იმიტომ რომ თითოეულ ზონას აქვს თავის სპეციფიკა, თავის დამაბინძურებლები. ამიტომ უნდა იყოს ეს მთელი საქართველოს მასშტაბით კი არ ხდებოდეს ერთიანად, არამედ კონკრეტულად მორგებული ზონებზე. მე ჩამოვთვლი და გასაგები გახდება ჩვენი მსმენელისთვის. არის დასავლეთის ზონა, აღმოსავლეთის ზონა, ცენტრალური ზონა, მაღალმთიანი ზონა და შავი ზღვის ზონა. ხო, მთელი საქართველოს პრაქტიკულად გეოგრაფიულად გავშალეთ და თბილისის აგლომერაცია ცალკეა, იმიტომ რომ საკმაოდ დიდი, ასე ვთქვათ, ზონა შეგვიძლია ვთქვათ, უბრალოდ ეწოდება თბილისის აგლომერაცია. და აი ახლა სადგურები, რომლებიც მე ჩამოვთვალე, პრაქტიკულად განთავსდა ყველა ზონაში. ანუ პირველად მოხდა, რომ მაღალმთიანში მაგალითად მესტია განთავსდა და ასე შემდეგ, რაც ჩამოვთვალე და უკვე გარდა ამისა, ვთვლით, რომ ესეც საჭიროებდა და კიდევ უფრო გაფართოებას და შემიძლია გითხრათ, რომ უკვე წლებია ჩვენ ვაწარმოებთ ასევე
ინდიკატორულ გაზომვებს, ანუ ეს არის ავტომატური სადგურები, რაზეც ვისაუბრებ, რომელიც 24 საათი საზღვრავს სხვადასხვა დამაბინძურებლებს და ამაზეც მოგვიანებით ვისაუბრებ და ასევე ვატარებთ ინდიკატორულ გაზომვებს საქართველოს 30 ქალაქში, ანუ კიდევ ვფლობთ ინფორმაციას 30 ქალაქში არსებულ ჰაერის ხარისხის მდგომარეობაზე, მაგრამ ინდიკატორული გაზომვები განსხვავდება იმითი, რომ ეს არის ხანმოკლე გაზომვები, ანუ ინდიკატორული ისედაც მიგვითითებს ასე ვთქვათ, რომ ეს არის მცირე ზომის მილაკები, რომელთა განთავსება ხდება გარკვეული პერიოდის განმავლობაში და წლის სხვადასხვა დროს, ეს ხდება მარტში, ივნისში, შემდეგ ვაკეთებთ სექტემბერში და ნოემბერში, პრაქტიკულად წლის მანძილზე თანაბრად გადანაწილებულად და ანუ სეზონებში ყველა სეზონს პრაქტიკულად რა თქმა უნდა ვფარავთ, იმიტომ რომ ჰაერის ხარისხი ძალიან დამოკიდებულია მეტეოროლოგიურ პარამეტრებზე, ერთ და იგივე ადგილას, სიტყვაზე ერთი და იგივე ემისიის დროს შეიძლება გქონდეს სრულიად სხვადასხვა რეალური მდგომარეობა, გამომდინარე ქარიანი დღეა, წვიმიანი დღეა თუ ასე შემდეგ, ანუ ძალიან ბევრი დამოკიდებულია და ამიტომ რომ სწორი სურათი მივიღოთ, ზუსტად სწორად შენიშნეთ, ასეა სეზონურად გარკვეულად განაწილებული და აი ამ ინფორმაციასაც რა თქმა უნდა ვაგროვებთ და ახლა ნახეთ ამის მიხედვით უკვე იკვეთება ვთქვათ, სად რა შეიძლება იყოს გამოწვევა, რომელი დამაბინძურებელი. ავტომატურ სადგურებზე ისაზღვრება მყარი ნაწილაკები, მარტივად და გასაგებად რომ ვთქვათ ჩვენი მსმენელისთვის ეს არის მტვერი, მაგრამ მტვერში ჩვენ ასევე გამოვყოთ ზომების მიხედვით ნაწილაკებს, ეს არის PM10 და კიდევ უფრო პატარა ნაწილაკი PM2.5, რომელიც უფრო საზიანოა ჯანმრთელობისთვის, ცხადია და ამიტომ არის მნიშვნელოვანი რომ ვიცოდეთ არა ჯამურად, არამედ სწორედ ეს ნაწილაკები როგორ არის ჩვენს ატმოსფერულ ჰაერში, ასევე ისაზღვრება დიახ აზოტის და გოგირდის დიოქსიდების, ოზონის და ნახშირბადის მონოქსიდის, აი CO-ს შემცველობა და ინდიკატორული გაზომვები გვაძლევს საშუალებას, რომ განსაზღვროთ ჩვენ ატმოსფერულ ჰაერში აზოტის დიოქსიდის, ბენზოლის და ოზონის შემცველობები. მნიშვნელოვანია ითქვას, რომ შემდეგ უკვე ამის საფუძველზე ჩვენ უკვე გამოკვეთილად, ასე ვთქვათ, ვიცით, რომელი არის ვთქვათ დამაბინძურებელი უფრო პრობლემური დღეს თუნდაც ქვეყნის მასშტაბით და რომელიც საერთოდ აღარ წარმოადგენს სიტყვაზე პრობლემას, შემიძლია პირდაპირ გითხრათ, ნახშირბადის მონოქსიდი, გოგირდის დიოქსიდი არასდროს ასე ვთქვათ ნორმას არ აღემატება, თუმცა გვაქვს მაგალითად აზოტის დიოქსიდების გადაჭარბება გარკვეულ ლოკაციებზე. ნახეთ როგორ არის ახლა მე რო ვახსენე 30 ქალაქში ვზომავთ, ამ ქალაქებში ჩვენ გვაქვს შესადარებლად ადგილები შერჩეული, ერთი ვთქვათ ავტოტრანსპორტით გადატვირთული გზის ზონაში და მეორე ამავე ქალაქის ფონურ ადგილას, პარკთან, ან სადმე შედარებით უფრო სუფთა ადგილას და ამიტომ გვაქვს საშუალება ყოველ ქალაქში ვთქვათ და შევადაროთ ეს მონაცემი. ეხლა თბილისში მაგალითად თუ ფუნქციონირებს 5 სადგური, ინდიკატორული გაზომვებით 25-ზე მეტი წერტილში შეიძლება ვფლობდეთ ინფორმაციას. ამის საფუძველზე, აი პირდაპირ რომ დაიდოთ ეს მონაცემი, ნათლად დაინახავთ, როგორი ზეგავლენა აქვს ავტოტრანსპორტს, მაგალითად აზოტის დიოქსიდის მატებაზე და აი პირდაპირ შეგვიძლია გავყოთ და მარტივად მივხვდეთ, რომ სადაც არის გადაჭარბება, აი მისამართს რომ მე შეხედოთ, იტყვით, რომ ავტოტრანსპორტით გამოწვეულია ეს ადგილი, თუმცა საბედნიეროდ რა თქმა უნდა გვაქვს სუფთა ადგილები, იგივე პარკებთან როგორც თქვი და სადაც აი კიდე ერთხელ ჩანს რამხელა მნიშვნელობა გამწვანებას და ასე ვთქვათ აი ამ გარკვეულ ქალაქში ინფრასტრუქტურების მართვას, რომ ესეთი პრობლემა გადაიჭრას. შესაბამისად, აქვე ეს თემა რო გავაგრძელოთ, ანუ მერე მნიშვნელოვანია ეს უკვე ჩვენი სამინისტროს კომპეტენცია, რომ აი ამ მონაცემების საფუძველზე შეიქმნას მართვის გეგმები, უკვე ჰაერის ხარისხის მართვის გეგმები და ასეთი გეგმები ნამდვილად უკვე იყო და იმუშავა ნამდვილად დადებითად, შეგვიძლია ვთქვათ, ადრე იყო თბილისისთვის, შემდეგ იყო ქალაქ რუსთავის გეგმა, ახლა მოგეხსენებათ ინდუსტრიული ქალაქი გვაქვს და
ბუნებრივია რომ იქ არის ამასთან დაკავშირებული გამოწვევები და მართვის გეგმამ ძალიან კარგი შედეგი დადო ნამდვილად დაიწყო მყარი ნაწილაკების შემცველობის შემცირება მაგალითად ალბათ საინტერესოა რას მოიცავს ეს მართვის გეგმები ორი სიტყვით ამასაც ვიტყვი ძალიან ბევრ ანუ ეს არ არის ერთი უწყების ცხადია ხო ძალიან ბევრი უწყება უნდა იყოს მუნიციპალიტეტი ჩართული იგივე საწარმოების თვითმონიტორინგი და მათ კონტროლს მაგალითად გარემოს დაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ახორციელებს და მათი ასე ვთქვათ როლიც დიდია ანუ ყველა უწყების მუნიციპალიტეტი თუნდაც გამწვანებით თუნდაც ტრანსპორტის კუთხით რომ გამართული და მწვანე ტრანსპორტი მოძრაობდეს ანუ ყველაფერი კომპლექსურად უნდა შესრულდეს რომ მდგომარეობა იყოს გამოსწორებული და ძალიან მნიშვნელოვანი ასევე ცნობიერების ამაღლების კომპონენტი რომელიც ასევე დევს მართვის გეგმაში და აი თუნდაც ტრენინგების თუნდაც სკოლებში ცნობიერების ამაღლების ღონისძიებები რასაც შესაბამისი ჩვენთან უწყება ატარებს თუნდაც იგივე თანამშრომლები მუნიციპალიტეტის მათთვისაც მასწავლებლებისთვის ტრენინგები ანუ ყველაფერი ხო ძალიან მნიშვნელოვანია და ცნობიერი და აი კონკრეტულად რომ უთხრათ აი მაგალითად რა შედეგი გამოიღო რა ღონისძიებები შეჩატარდა კონკრეტულად და რა შედეგამდე მივიდა მაგალითად ერთი გეგმის ერთი რა თქმა უნდა ეხლა თქვენ შეიძლება ამის საჯარო არის ხოლმე ინდიკატორები არის შესრულების ეს ძალიან დიდი ეხლა ასე ყველაფერს ვერ ვიტყვით მაგრამ უბრალოდ აქ არის ინდიკატორი რომ აი ამდენი ტრენინგი ჩატარდა ჩვენი კუთხით იგივე მონიტორინგი ვთქვათ იყო მყარი ნაწილაკები ეხლა ზუსტად შეგვიძლია მე დასკვნებში ვნახოთ და დაიკლო ანუ თვითონ მიზანი გეგმის იყო რომ საბაზისო ეს იყო და დაიკლო მაგალითად კონკრეტული ადგილის რომელმაც გამოიღო შედეგი და შემდეგი გაზომვების შედეგად ვთქვათ ფართობი გამწვანდება და ასე შეგან ეს საკმაოდ დიდი გეგმა ხო მარტივად რო ვთქვათ კი რა თქმა უნდა ანუ კონკრეტული შესრულების ინდიკატორი ზუსტად ესა რომ უნდა გამწვანდეს ამდენი ჰექტარი გამწვანდა აი ესე შემდეგ და ანუ ძალიან ბევრი ეხლაც მუშაობთ სხვა ზონების ასე ვთქვათ გეგმების შემოჭრა ეს ძალიან საინტერესო პროცესი არის თქვენ აწარმოებთ მონიტორინგს პირობითად და იცით რომ სადა გვაქვს დამინწურებული კერები ხო და ამ პროცესში პირობითად ჩვენ ხა დიდი ქალაქები ვახსენეთ და მერებთან მუნიციპალიტეტებთან გარკვეული საკოორდინაციო მუშაობა მიმდინარეობს რამე საბჭო არსებობს თუ როგორ მიდის ეს პროცესი იმიტომ რომ ჩვენ ხა ვიცით რომ ბოლო წლებში ეს ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების კანონმდებლობა გამკაცრდა და პირობითად იმ საწარმოებისთვის ვისაც დიდი გაფრქვევა აქვს ხო დიდი რაოდენობით გაფრქვევა აქვს ჰაერში დაწესდა ეს პირდაპირ მონიტორინგი, ხო? ამას თქვენ ახორციელებთ თუ ზედამხედველობა, ხო, ალბათ. და რა შედეგი მოიტანა ამან ზოგადად და თქვათ აი მუნიციპალიტეტებთან როგორ ხდება ამის შეჯერება, ამ გეგმების კონტროლი და ასე შემდეგ. დიახ, დიდი მადლობა, ნამდვილად ძალიან მნიშვნელოვანია სწორედ ეს კითხვა, როგორც თქვით, ყველა ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანია. როდესაც გეგმის შემუშავება იწყება, დიახ, ზუსტად იქნება ეს სამუშაო ჯგუფი, რომელშიც აუცილებლად, რა თქმა უნდა, ჩართულია მუნიციპალიტეტები იმ ზონის, რომელზეც ვიმუშავებთ ამ გეგმას და რაც მნიშვნელოვანია, ხდება გეგმების საჯარო განხილვა. ჩვეულებრივი სტანდარტული პროცედურით ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია გაეცნოს, წარმოადგინოს თავისი მოსაზრება, რომელიც აუცილებლად იქნება განხილული, იქვე გამოთქვას და რამდენჯერმე ხდება ხომ ეს არ არის რომ ერთხელ შევიკრიბეთ და დამთავრდა, მერე ხდება მოსაზრებების გათვალისწინება, კომენტარების მიღება, მეორედ განხილვა და აი ეს რაღაცნაირად ყველას ჩართულობით იქნება ხომ ეს გეგმა ნამდვილად და ის რაც თქვენ ბრძანეთ ძალიან მნიშვნელოვანია საწარმოების თვითმონიტორინგი კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, ახლა მე არ მინდა რაღაც ჩემი დეპარტამენტის კომპეტენციას გავცდე მაგრამ გასაგები რომ იყოს ჩვენი მაყურებლისთვის კომპეტენციები ძალიან მკაფიოდ არის გამიჯნული სამინისტროში პოლიტიკას იმუშავებს ცხადია თვითონ სამინისტრო თვითონ მონიტორინგს ვახორციელებთ გარემოს ეროვნული სააგენტო
და კონტროლი, რასაც ქვია საწარმოების, რაც თქვენ ბრძანეთ იგივე თვით მონიტორინგის შედეგები, ეს მიდის გარემოსდაცვითი ზედამხედველობის ინსპექციაში. ბუნებრივია ჩვენ ყველა ეს ახლა პირობითი გაყოფა და ყველა ერთმანეთთან თანამშრომლობთ, მაგრამ ზოგადად ფუნქციები ძალიან მკაფიოდ არის გამიჯნული და გაყოფილი ამ კუთხით. მაგალითად ვიტყვი ახლა ჩვენ ხარჯზე ვსაუბრობთ, მაგრამ იგივე წყალს რო დაუბრუნდე, თუ მაგალითად ყოველთვიური მონიტორინგი როგორც აღნიშნე არის და ჩვენ მდინარეში ვაფიქსირებთ რაიმე ნივთიერების ნორმაზე გადაჭარბებად, ჩვენ აუცილებლად ვუგზავნით შეტყობინებას გარემოსდაცვით ზედამხედველობის დეპარტამენტს, რომელიც თავის კომპეტენციის ფარგლებში შემდეგ იკვლევს რატომ იყო იქ და ატარებს იმ ღონისძიებებს, რაც მისი ფუნქცია და მის კომპეტენციას მიეკუთვნება. აქვე ვიტყვი ძალიან მნიშვნელოვანია, ასევე აი თქვენ ბრძანეთ როგორ ვაცნობებთ მუნიციპალიტეტებს და ასე შემდეგ. ეს არ ეხება მარტო მუნიციპალიტეტებს, მე ვამბობ აი იგივე ჰაერის ხარისხის შესახებ ინფორმაცია, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული ჩვენთაგანისთვის, ხო? ეს არის საჯარო, ალბათ ბევრმა იცის კიდევაც, მაგრამ ვინც არ იცის, მე მივაწოდებ ინფორმაციას, რომ არსებობს ატმოსფერული ჰაერის ხარისხის პორტალი, რომლის მისამართი ძალიან მარტივია air.gov.g და თუ შევალთ ამ პორტალზე, თქვენ ნახავთ ყველა ინფორმაციას, რაც მონიტორინგის შედეგებს ეხება. უპირველეს ყოვლისა, დიახ, მიმდინარეს ნახავთ, აი ახლა დაუშვათ ამ საათზე იმ ლოკაციებზე, სადაც სადგურები გვაქვს, როგორია მდგომარეობა. აქვე ვიტყვი, რომ ეს არის მარტივი, იმიტომ რომ ხა კონცენტრაციები და მიკროგრამი მეტრ კუბში ალბათ ცოტა დამაბნეველია. რა თქმა უნდა, ეს ციფრებიც არის, მაგრამ არის ფერებით ლეგენდის შესაბამისად, ძალიან მარტივად დავინახავთ. წითელია, ყვითელია მწვანე თუ საბედნიეროდ ცისფერი მაგალითად და იქვე წერია, ანუ კარგი, ცუდი და გრადაცია არსებობს და ასევე მნიშვნელოვანია, რომ არის ინდიკატორული გაზომვების შედეგები და ასევე არის, თქვათ, ჯანდაცვითი რეკომენდაციები. ანუ თუ კი რამე არის დღეს, თქვათ, წითელი, შეგვიძლია იმავე საიტზე ჩვენ ნახოთ ჯანდაცვითი რეკომენდაცია და თუ მაგალითად მე ასთმა მაწუხებს, ანგულის პრობლემები მაქვს, იმ ფერის შესაბამისად იქვე ვიხილავ. დღეს ხომ არ არის რეკომენდირებული, რომ ნაკლებად, თქვათ, გარე აქტივობებს დაუთმო და უფრო, თქვათ, სახლში დავრჩი, ანუ პრაქტიკულად შეკრებილია მთელი ის ინფორმაცია. ასევე ჰაერთან დაკავშირებით მინდა ერთ მნიშვნელოვან ფაქტზეც გაუსვა ხაზი, ანუ და ვისაუბროთ, რაც ჩვენ მსმენელისთვის ალბათ საინტერესო იქნება. საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე, ჩვენი ქვეყანა პერიოდულად ხდება უდაბნოს მტრით ტრანსსასაზღვრო დაბინძურების შემოჭრის, ასე ვთქვათ, ქვეშ ექცევა და ასე დროს, რა თქმა უნდა, ჩვენი სადგურები აფიქსირებს ამას. გიგვაქვს თბილისის გარშემო. ბატონო? ბევრი ღია ნიადაგი გვაქვს, ანუ ტყვის. ხო, არა, ნახეთ, ეს არ არის მარტო ლოკალური, აი ძალიან მნიშვნელოვანია ამას გაუსვათ ხაზი. პერიოდულად არის, რომ შეიქმნება ისეთი სინოპტიკური სიტუაცია, რომ თქვათ იგივე უდაბნოს ქვიშები, რაც არის ჩვენს გარშემო, ახლა არ ვარ შორს, ხო, და ხდება მათი ატანა ძალიან მაღლა და გადმოტანა დიდ მანძილებს. ეს არაზარალებს არა მარტო საქართველოს, როგორც მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაცია ამბობს, 150-მდე ქვეყანას შეიძლება აწუხებდეს, განსაკუთრებით უფრო ახლოს ყოფებს ხადია და უშუალოდ უდაბნოს ქუჩში მდებარე ქვეყნებს, მაგრამ აღწევს არა მარტო ჩვენამდე, არამედ ევროპაში უფრო ზევითაც რუკას რომ შევხედოთ და პერიოდულად ხდება ეს, ამას ეწოდება ტრანსსასაზღვრო დაბინძურება ამ მტრით, როდესაც სანამ არ გადაივლის ეს სინოპტიკური სიტუაცია, ვერაფერი ვერ შეიცვლება სამწუხაროდ. და არის ხოლმე ესეთი მომატება, რომ აი შეიძლება დავინახოთ რუკაზე, რომ ყველა სადგურზე ცუდი მდგომარეობა ფიქსირდება, აი ყველაზე ერთდროულად. შეიძლება თქვათ აქეთ მხარეს იყოს აღმოსავლეთ საქართველოში და იქით არ იყოს, ანუ გააჩნია საიდან მოდის ეს შემოჭრა, რასაც ქვია პირდაპირ. ახალი მოვლენაა თუ ადრეც ხდებოდა. იცით რა, ეს ადრეც ხდებოდა. მე ახლა გავიხსენებ, ასე ვთქვათ, ცოტა შორეულ წასვლას ჩემი საქმიანობიდან. ნახეთ რა ხდებოდა ხომ, თუ გაიხსენებთ, რომ
წვიმები მოდიოდა ქვიშიანი წითელი გახსოვთ წვიმები. ხო ადრე ანუ ერთხელ მახსოვს ხო და აი ძალიან იყო ესეთი თემა რომ აი ეს რა მოხდა და ასე შემდეგ და მაშინ უბრალოდ ესეთი დონის მონიტორინგი ჩვენ ავტომატურ სადგურები არ გქონდა და ძნელი იყო რომ ეს მოვლენა პირდაპირ დაგვეკავშირებინა რომ ეს შემოჭრასთან იყო დაკავშირებული თუმცა რა თქმა უნდა ეს ცნობილი მოვლენაა და მაშინაც იყო ხოლმე ამაზე კომენტარი ხო რა თქმა უნდა არ ახალია რა თქმა უნდა ანუ მეუბნებოდა შეუძლებელია ხო და იმდენად მნიშვნელოვანია რომ თვითონ მსოფლიო მეტეოროლოგიურ ორგანიზაციას აქვს საპროგნოზო ცენტრები რომელიც ზუსტად აი ამ dust storm-ის ანუ ამ მტრის შტორმები თუ როგორც პროგნოზირებენ და თვითონაც ანუ წინასწარ ამბობენ რომ იმიტომ რომ ეს ძალიან აზარალებს იგივე ეკოსისტემებს ძალიან ბევრი კუთხით შეიძლება იყოს ასე ვთქვათ დამაზიანებელი ამიტომ ახალი ნამდვილად არ არის თუმცა ეხლა ჩვენ დასაბუთებულად იმავე პორტალზე რომელზეც ვისაუბრებთ ვდებთ ხოლმე განცხადებას რომ საქართველოში ვთქვათ აი რომელიღაც რიცხვიდან ფიქსირდება ეს შემოჭრა და იქვე ვწერთ რომ შეგიძლიათ იხილოთ რეკომენდაციები ჯანდაცვითი ამავე პორტალზე როცა თავდება ეს შემოჭრა და დაგვიდასტურდება რომ შეიცვალა სინოპტიკური სიტუაცია ჩვენ ამ განცხადებას ვიღებთ ანუ აი ეს ამას ეძახიან ხოლმე ეპიზოდები აი ევროპაშიც არის ხოლმე შეიძლება ისე დიდხანს გაგრძელდეს ეს რომ აი მე და მე ერთ ღამეში შეიძლება ძლიერი ქარი სიტუაცია ამოქროლდეს და მთლიანად გადაიტანოს ანუ შიდა დამაბინძურებლებზე მინდა დიახ შიდაზე ყურადღება ამჯერად რა თქმა უნდა თქვათ ანუ სამივე მიმართულებით ბევრი შეიძლება იყოს ბევრი წყარო დაბინძურების მაგრამ თქვათ ჰაერთან წყალთან და ნიადაგთანაც თუ შესაძლებელია რომ ამასაც შევახოთ რა ძირითადი დამაბინძურებლებია რომელიც გასაგებია ავტომობილების გამონაბოლქვი და კიდე სხვა იგივე საწარმოების გაბრკვევა არ გვაქვს ძალიან ბევრი თუმცა გვაქვს რამდენიმე მსხვილი საწარმო რომელსაც თავისთავად აქვს თავისი ზეგავლენა უფრო კომპეტენტურად რომ გითხრათ ანუ რა შეიძლება იყოს ძირითადი შიდა დამაბინძურებლები და ჩვენ საზოგადოებამ მოქალაქეებმა როგორ შეიძლება რაღაცნაირად გარდა იმისა რაც ინფორმაციას გვაწვდის iargovji ამის გარდა თქვათ ჩვენ თვითონ როგორ შევამციროთ თუ შესაძლებელია ინდივიდის დონეზე რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი კითხვა სწორედ რომ გამოკვეთოთ და ნამდვილად იკვეთება სწორედ რომელია დამაბინძურებელი წყაროები და ის რაც ვისაუბრე მართვის გეგმებით სწორედ ამას ეფუძნება ანუ კონკრეტულ ზონაში რა თქმა უნდა როგორც თქვი სხვადასხვა ზონაში სხვადასხვა მდგომარეობა და ზუსტად ასე ხდება შეფასება რამდენი საწარმო გვაქვს ჯამურად რამდენს აფრქვევს წელიწადში არ მარტო ეს სადგურები არამედ იქ ემატება კიდევ აი წლიური გაფრქვევები, რასაც ჩვენი სამინისტრო აღრიცხავს ასევე და აი ეს ყველაფერი ერთად უკვე პირდაპირ გამოკვეთავს, რომ აი ამ ზონაში, თქვათ, როგორც ვისაუბრეთ ახლა რუსთავი ინდუსტრიული ქალაქია და არის ძირითადი დამაბინძურებელი არის, რა თქმა უნდა, საწარმოები, თუმცა რუსთავშიც გქონდა ჩვენ ლოკაციები, სადაც ტრანსპორტიც იყო მაგალითად წყარო. ანუ ყოველ კონკრეტულ, როგორ თქვა, ზონას აქვს თავისი მახასიათებელი სპეციფიკა, ხო? ასევე მნიშვნელოვანი არა მარტო ზოგადად თქვა საწარმო, არამედ რა საწარმოა, ხო? რას აფრქვევს კონკრეტულად, თქვა, სხვა გაფრქვევა ექნება მეტალურგიულ საწარმოს, სხვა თქვა ცემენტს. ამიტომ აი ზუსტად ასე ხდება კომპლექსურად აკვე ჯამდება, რომ აი ამ კონკრეტულ ზონაში მტვერი ყველასგან რა შეიძლება იყოს და მე ღონისძიებებიც ამის მიხედვით იგეგმება, ანუ რა უფრო პრიორიტეტულია აქ, აი თქვა ავტოტრანსპორტის ჩანაცვლება, ახალი მწვანე ავტოტრანსპორტით აქ საწარმოებს რა უნდა დაუწესდეს და ასე შემდეგ. იგივე წყალზე თუ ვისაუბრებთ, ახლა აქაც რაც შეგვიძლია თქვა, ეს არის რა გაუწმენდავი კომუნალური წყლები თუ ჩაედინება მდინარეში, ხო? და აქ კუთხითაც
თქვენ იცით მიმდინარეობს ქვეყანაში მუშაობა, უნდა გამწმენდები მუშაობდეს ყველგან და ასე შემდეგ, ასევე მიმდინარეებთან მიმართებაში შეიძლება თქვათ აი ეს სტიქიურ ნაგავს აყრელებს, რასაც უძახით სამწუხაროდ ისინიც ძირითადად რატომაც ხდება წყლის მდინარეების ნაპირებზე და შეიძლება აქედანაც მოხდეს რაიმე თქვათ მდინარეში. ნუ ძირითადად ჩვენ მაინც ახლა მონიტორინგით ვამბობთ, რომ ეს არის ზოგიერთ ლოკაციაზე კიდევ ერთხელ ვამბობ, იმიტომ რომ მდინარეშიც იგივეა, რომ გვაქვს ფონური სადღაც სუფთა მაღალთაში ასე ვთქვათ სათავესთან უფრო და შემდეგ უკვე აშკარად იგრძნობა ვთქვათ მდინარის გასწვრივ დიდი ქალაქების ზეგავლენა თუ არ არის იქ, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია და ამ კუთხით ნამდვილად მიმდინარეობს თქვენ იცით მუშაობა როგორც თქვი ჰაერის გაუმჯობესებაზე, იგივე მდინარეებზე ეხა ინერგება ჩვენთან უკვე სააუზო მართვის პრინციპი და როგორც ჰაერზე ვისაუბრე, ქვეყანა ასევე წყლის რესურსების კუთხითაც იქნება აუზება და იქაც იგივე მიდგომებით, რომ აუზში რა ღონისძიებებია გასატარებული, ხო არ შეიძლება ყველგან ერთნაირად ვიმსჯელოთ, ყველა აუზს იგივენაირად, ყველა წერტილს მარტივად რომ ვთქვათ, აქვს თავისი მიდგომა ჭირდება და აი სწორედ აი ესეთი ტრანსფორმაცია მიმდინარეობს დღეს ახლა ქვეყანაში, რომ აი ამ თანამედროვე მიდგომებით იყოს მართვა, რასაც ქვია ხარისხის გარემოს კომპონენტების ხარისხობრივი მართვა. ასევე დავამატებ, რომ მონიტორინგის ქსელის გაფართოებაც მნიშვნელოვანია, ისევ ჩვენ სფეროს რო დაუბრუნდეთ და ჰაერის კუთხითაც მინდა გითხრათ, რომ ჩვენ ვფიქრობთ, რომ მომავალი წლისთვის ჩვენ კიდევ გვექნება ახალი სადგურები, კიდევ უფრო გავაფართოვებთ ასე ვთქვათ ქსელს, ეს არის ევროკავშირის პროექტი ჰაერი და ჯანმრთელობა და დაგვემატება კიდევ 9 ახალი სადგური, რაც ძალიან მნიშვნელოვანია და აქვე ვიტყვი, რომ ჰაერის მონიტორინგის კუთხით ჩვენ გვაქვს საგზაო რუკა და პრაქტიკულად მომავალი წლის ბოლომდე ჩვენ ვფიქრობთ, რომ სრულად დაიფარება ის საჭიროებები, რაც არის სადგურების მიმართულებით, მაგრამ მე რჩება ახალი საჭიროება, რასაც პარალელურად მუშაობთ, ეს არის მოდელირება და პროგნოზირება. ნახეთ, როგორც დღეს თქვენ ინფორმირებული ხართ ამინდის შესახებ, 27 წლის 1 იანვრიდან ჩვენ ატმოსფერული ჰაერის ხარისხის დაცვის შესახებ კანონი ვალდებულებს, რომ გარემოს ეროვნულმა სააგენტომ ასევე მოახდინოს ინფორმირება მოსალოდნელი ატმოსფერული ჰაერის ხარისხის შესახებ. რაც ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ თქვათ თუ ხვალ გეგმავდით თქვენ რაღაცა როგორც თუ გარი აქტივობას და გეცოდინებათ, რომ ხვალ შეიძლება თქვენ ჯანმრთელობისთვის ეს კარგი იყოს, სიტყვაზე შეგწვით. ასე რომ წინ კიდევ ბევრი სამუშაო გვაქვს და ნამდვილად მუშაობთ ამ მიმართულებით. და ერთი კითხვა ქალბატონო მარინა, მაინტერესებს აი სტატისტიკა სულ 2007 წლიდან თქვენ ამ დეპარტამენტს ხელმძღვანელობთ და ეს ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ყველა დეტალი, ყველა თანმიმდევრულად იცით დიდი ხნის განმავლობაში და აკვირდებით. აი სტატისტიკა როგორია? მიუხედავად იმისა, რომ თქვა 2017 წლიდან ბევრი სადგური დაემატა და თქვა წინა პერიოდში იყო ეს საშუალება გაზომვის და ამ სტატისტიკის ფართო სტატისტიკის შექმნის, ხო? აი რაც გვაქვს ეს მონაცემები, როგორია ტენდენცია? ეს დაბინძურება, გარემოს დაბინძურება მზარდია, რაღაცა იმაზე დგას, ნიშნულზე, მეტ-ნაკლებ ნიშნულზე დგას თუ თქვა დაიკლო. ან ჯანმოს სტანდარტთან და ამასთანავე მინდა კითხოთ, აი ჯანმოს სტანდარტთან მიმართებაში, თქვათ დიდი ქალაქების ჰაერის, ატმოსფერული ჰაერის დაბინძურება რამდენად უსწრებს ან სტანდარტში ზის. აი მაინტერესებს ტენდენცია და რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანი და მთავარი არსიც მონიტორინგის ეს არის, რა თქმა უნდა, რომ დავინახოთ ეს გრძელვადიანი ტრენდები და ტენდენციები, რა თქმა უნდა. თქვენ რაც ბრძანეთ აბსოლუტურად სწორია, თვისობრივად შეიცვალა ჰაერის მონიტორინგი, ამიტომ ძალიან გაგვიჭირდება ძველ მონაცემს დავადაროთ, როდესაც დღეში რამდენჯერმე ხდებოდა ხელით მანუალური სადგურებით მონიტორინგი, ისიც 4 დღის საათები
მომენტებში, ანუ ღამე არც ფლობდით ინფორმაციას, როცა შედარებით ნაკლებია და უნდა გასაშვალებაში ცხადია ის როლს თამაშობდა. შესაბამისად, რა თქმა უნდა, მე ახლა მამას არ შევადარებ, ხაერთან ვლაპარაკობ, ჯერ ხაერთან დაკავშირებით. დღეის მდგომარეობით, ახლა რო გითხრათ, მე პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რუსთავში, ანუ ცენტრალურ ზონაში განთავსებულს ჩვენ გვაქვს კლების ტენდენცია ნამდვილად და ეს და ჩვენი მონიტორინგის შედეგები თუ ამბობ, რაც შეეხება დედაქალაქს, აქ ჩვენ ასე მკვეთრად არა, მაგრამ ჩვენ ვამბობთ ხოლმე, რომ თქვენ ხედავთ როგორ იზრდება მანქანების რაოდენობა, ხო? და ძირითადი დამამბიძურებელი არის დედაქალაქში ავტოტრანსპორტი. მშენებლობებიც ალბათ. იცით რა ძირითადად ახლა ნახეთ მონიტორინგის სადგურებით თუ მიმსჯელებ, თუ გვერდზე არ არის მშენებლობა, ასე ვერ განვაწყვეტებთ, მაგრამ მაგალითად იმის მიხედვით, როდესაც გვაქვს ქუჩის სადგურს უძახით, ანუ განთავსებული იმ ლოკაციაზე, სადაც მანქანები მოძრაობს, მაგალითად წერეთელზე ან ასპექტზე, ჩვენ არ ვაფიქსირებთ მკვეთრ მატებას. ახლა რო გითხრათ, რომ ძალიან მნიშვნელოვნად იცვლება, აი ბოლო რამდენიმე წლები რო ავიღოთ, არა, მაგრამ სასიკეთოა ის, რომ არ ხდება მატება, მიუხედავად იმისა, რომ იზრდება, ვთქვათ, ნაკადი, ანუ ეს არის ბევრ რამეზე დამოკიდებული, ან მანქანების ხარისხზე, საწვავზე და ასე შემდეგ. ნუ რაიმე ესეთი მატება არ არის და უფრო კლება. იგივე წყალზე შემიძლია გითხრათ, მე ნამდვილად ვთვლი, რომ იმ პერიოდთან შედარებით, როდესაც მე დავიწყე ამ სფეროში საქმიანობა, გაცილებით მაღალ დაბინძურებები იყო და ნამდვილად წყალზე შემიძლია ვთქვა, რომ ანუ შეგვიძლია ვთქვათ, რომ უკეთესობა გვაქვს. არის ნამდვილად შეუძლებელია, იმიტომ რომ რა ღონისძიებებიც მე ჩამოვთვალე, ახლა იგივე ბრძანეთ თქვენ თვით მონიტორინგის აწარმოების ეს უკვე აღარ იძლევა საშუალებას, რომ გაიფრქვეს იმაზე მეტი, ვიდრე ლიმიტირებული გაქვთ გაფრქვევის ნორმა, ასე რომ შეუძლებელია, რა თქმა უნდა, რომ არ იმოქმედოს ამან დადებითად, იგივე ავტოტრანსპორტი, ახლა ეს საქალაქო მუნიციპალური ავტოტრანსპორტი და ასე შემდეგ, რაც იცვლება და გაცილებით ნაკლები აქვს ემისია, ცხადია, რომ დადებითად აიხსახება, ასევე თვითონ მოქალაქის წვლილი მნიშვნელოვანია და ყოველთვის მინდა ხოლმე, როდესაც მაქვს საშუალება მოუწოდო ასევე ჩვენს მოქალაქეებსაც, ჩვენი მხრიდან თქვენ ხედავთ, რამდენი რამე კეთდება, ძალისხმევად ნამდვილად არ ვიშურებთ, მაგრამ ასევე ძალიან მნიშვნელოვანია თვითონის ჩვენი ჩართულობა, ვიმოძრაოთ საზოგადოებრივი ტრანსპორტით და ველოსიპედებით, ფეხით გადაადგილეთ, სადაც გვაქვს რა თქმა უნდა ამის საშუალება და თვითონის მცირე ძალისხმევა რაღაც დიდ შედეგში გარდაიქცევა, ჩემი აზრით ასეა. უღრმესი მადლობა ქალბატონო მარინა. დიდი მადლობა, ნამდვილად საინტერესო არის ამ თემებზე საუბარი და კიდევ ბევრი დაგვჭირდა ალბათ სასაუბრო, მაგრამ ზოგადად კარგია რომ მიმოვიხილეთ არსებული ვითარება და პროგრესი რო გვაქვს, ეგეც კარგი არის და ალბათ სწორი მიმართულებით მივდივართ, ხო? ნუ საკანონმდებლო კუთხით იქნება თუ მონიტორინგის კუთხით იქნება და ასე შემდეგ. ნუ ინფორმირებაზე, რა თქმა უნდა და ცნობიერებაზე ბევრი გვაქვს სამუშაო ყველა მიმართულებით, მაგრამ აქაც მე მგონია რომ კიდევ ხო, აქაც პროგრესი გვაქვს გარკვეულწილად რა. დიდი მადლობა ბრძანებისთვის და საინტერესო საუბრისთვის. მადლობა კიდევ ერთხელ. დიდი მადლობა. რადიო ცნობის ეთერში იყო გადაცემა მე და გარემო, გემშვიდობებით შემდეგ 4 შაბათამდე. დროებით, მშვიდობიან კვირას გისურვებთ.